ბატონო მოსამართლე თითოეულ სტომაზე, ოდესაც მოწმეები შემოდიოდნენ, ვუსვავდი მათ მარტივ კითხვას, იყო თუ არა ძალადობა პოლიციელების მხრიდან და მათი მხრიდან პასუხი იყო, რომ არა და რეალობა არის ესეთი 400-ზე მეტი მოქალაქე არის ნაცემი პოლიციის მხრიდან. ერთი პოლიციელი არ არის პასუხისგებაში მიცემული და თქვენ გუშინდელი თქვენი განაჩენით. ჩემ არა მხოლოდ დეფიციტი არსებობდა სასამართლოს დობისა, ნოლამდე ჩამოვიდა ეს ნდობა. როგორ შეიძლება მე ვენდო სასამართლოს, რომელსაც შეუძლია ესეთი კაცრი სასჯელი გამოიყენოს 21 წლის ახალგაზრდის მიმართ. აი ეს დაზიანებები კონკრეტულად, როდესაც მიადგა პარლამენტის სასახლეში, თქვენ ამ დროს სამსახურში არ იმყოფებოდით ალბათ, ხო ასე? სამსახურში ვიმყოფებოდი. უშუალოდ თუ ნახეთ. დღეებში ვიმყოფებოდი სამსახურში, მაგრამ დაზიანები ახლა რომელ მომენტში შენობაში ვიყავით. ხო, ან დაზიანების მომენტი არ გინახოთ. არა. შესაბამისად თქვენ ვარაუდობთ, რომ ეს დაზიანებები მიაყენეს აქტივისტებმა, ხო ასე? კი, საპროტესტო აქციის მონაწილეების მხრიდან იყო ეს ალბათ. ალბათ. კი, იქიდან იყო საპროტესტო აქციების მონაწილეების მხრიდან. თქვენ ხო არ გინახოთ? მე არ მინახავს თვითონ დააზიანა, ხო არ გინახოთ? არ მინახავს. შესაბამისად ვარაუდობთ, რომ ეს აქციის მონაწილეებმა დააზიანეს. აქციის მონაწილეების მხრიდან იყო დაზიანებული. კი, მე ეს ფაქტი საიდან იცით, ბატონო, თუ არ გინახავთ? ნახე სატელევიზიო ეთერით, საინფორმაციო საშუალებებით, რომ იქიდან ხდებოდა ეს და მე ამას ვსაუბრობ. ეს სასამართლო სისტემა შეიქმნა წინამთავრობის დროს. გადასარევად გვახსოვს ყველას რა ხდებოდა წინამთავრობის დროს, როგორ ექცეოდა ეს სისტემა ადამიანებს და იმის მაგიურად, რომ ამ სისტემაზე ემუშავათ და ეს სისტემა შეეცვალათ, სახელები და გვარებიც არ შეუცვლიათ. ზუსტად იგივე სახელები და ზუსტად იგივე სახელებზე და გვარებზე არის დამოკიდებული დღეს ადამიანების ბედი. ეს არ ვიცი, ძალიან ცუდი არის პირველ რიგში სახელმწიფოსთვის და პირველ რიგში ადამიანისთვის.